პარლამენტში დილიდან წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა მიმდინარეობდა დღევანდელ ხდომაზე განსახილველი საკითხები იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრისა და 2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელაფხვის ფაქტები იყო. კომისიის წევრები სოფო ნიკოლაიშვილს, ნონდა რარველაძეს, ვიქტორ ჯაფარიძეს და ლევან კაჩიჩილაძეს უსმენდნენ. პარლამენტის წევრებმა გადავწყვიტეთ იმ დღეს რომ მივსულიყავით ტელეიმედში, რამე თუ ქონდა ეჭვიც და ვარაუდი რომ ტელეიმედს დაარბევდნენ. ბატონმა გიორგი თარგამაძემ თქვა და კატეგორიულად უარყო რომ ეს გამორიცხულია, რამე თუ თვითონ ქონდა კომუნიკაცია ამერიკის ელჩთან და ამერიკის ელჩმა მისცა პირობა რომ ტელეიმედს არ დაარბევდნენ. უცებ ხმაური შემოგვესმა ავტომატურად ყველამ ფანჯრისკენ გადავადგილდით, გადავწიეთ ფარდა და რას ვხედავთ, გაშავებული, გაყვითლებული არის ტელეიმედის შენობა. გება გიორგი თარგამაძე და გადის რომ მე საეთეროში უნდა გავიდეო. ქალბატონი ინგა გრიგოლიაც გაყვა და მაშინდელი ეს კადრები არის როდესაც ჩაქრა სტუდია და გიორგი თარგამაძე ამბობს რომ სტუმრები მოვიდნენ და ასე შემდეგ. ეს მერე გავიკეთ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვილახით. ოთახში შემოვარდნენ εν რაოდენობის ალბათ ნიღბიანი პირები გამოგვიყვანეს ოთახიდან ეგრეთ წოდებული ჰოლში დაგვაყენეს პირით კედლისკენ ტყვეებივით ხელი აწეული დეპუტატები პარლამენტის წევრები გიცნეს რომ დეპუტატი გითხრათ ვალერი გელბახიანმა და მათ შორის ჩვენც მაგრამ ვალერი მუცხა რომ რას აკეთებთ ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება თქვენ არ გვაქვთ კონსტიტუციას და ასე შემდეგ დაუწყო განმარტებული რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში და ამ დროს მიდის ბათქაბუთკის რეზინის ტყვიები ეზო ისვრიან და წივილი კივილი რაღაც სასწაული ამბავი ხდება ნინო ბურჯანაძის ზარის შემდეგ გამოგვიყვანეს. როდესაც ჩვენი კუთხეში მიგდებული ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს კოლგით, იმითი რა ქვია, ტანსაცმლის საკიდით და ნუ გაიყვანეს ჩვეულებრივად. ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეები ვიტყავთ. რეზინის ტყვეების ბათქაბუთკი იყო, რა ამბავი იყო იცით? და ერთადერთი ვინც გამოაცილეს ხელშეუხებლელი დერეფანი გაუკეთეს იყო გიორგი თარგამაძე. გიდასტურებთ. ეს პიჯაკები თვითონ მოქონდა მაინც არის თუ სხვებს მოყვებოდა პიროვნება მოყვებოდა მოაცილებდნენ ზონდი კოლგით მოაცილებდნენ ეროდით საფრთხეს რა თქმა უნდა ამათგან ყველაფერი იყო მოსალოდნენ და დავტოვეთ იმ ამის ქვეყანა მაგრამ შემდეგ ისევ კომუნიკაცია იყო ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან რომელმაც თქვა რომ მე ვარ გარანტიას დაბრუნდით ქვეყანაში და დავბრუნდით ამის შემდეგ ქვეყანაში სააკაშვილო მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. იცითო, ესო ისეთი ტყვეები მაქვს შემოტანილი, 8 თვე ფეხზე ვერ დადგებითო. ამას ამბობს პრეზიდენტი. პრეზიდენტი გვეუბნებოდა, მარტო მე რა 17-18 კაცი ესწრებოდ პარლამენტში. დეპუტატებს კი. დიახ. დაგემუქრა. დიახ, მიდენ სანაკოების გასაკვირა ადმინისტრაციას. ახლა ადმინისტრაციას როქრელბაც საზღვრები ხომ უნდა შემოუფარგლოს სად ცელდება მისი იურისდიქცია. და მოიფიქრეს თემა ესეთი რომ გაყვეს ეს ხაზები გაავლეს, რაზეც ატყდა პრეტენზიები გამოთქვა ყველა ოპოზიციურმა თითქმის წარმომადგენლ მათ შორის ზვიაძიძე გურმაც, კახამაც, ვალერი გელბახიანმაც და თვითონ ვალერიმ შემდეგ დაწერა ეს აღწერა ეუნებოდა რომ სანაკოებმა და კოკოვითმა შემდეგ ხელი რო ჩამოართვან ერთმანეთს ამაზე მეც ისინი არ ითხოვენ ავტონომიისთვისო. რას აკეთებთო და სხვათა შეკეთებას ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა და არ მივესით ხმა აღარ მინდა ეხლა ისო რა ქვია ბატონი დავით გამყრელიძე დღეს ოპოზიციასთან რომ გამოჩნდა მიცუცქდა კი ბატონო ესე ვთქვათ არ მინდოდა ამის თქმა ეგ არ არის მარტივი რა მაშინ იყო საუბარი და კითხვა დაისვა რომ აი რატო ვაძლევთ იმიტომ რომ რეალურ ოპონირებას უწევდნენ გამყრელიძე და ახლები არ იყო რეალურ ოპონირებას უწევდნენ და ამ შემთხვევაში დაისვა შეკითხვა რომ თქვენ რატო იმათ რომ ხარი არ დაეჭირათ ეს ვერ გავიდოდა მაშინ ბატონ დათო გამყრელიძეს როცა ეს შეკითხვები დაუსვით და უთხრეს რატო ვაკეთებთ ამას ბატონმა დათო გამყრელიძე იგივე გაიმეორა რომ ამერიკელებთან ეგ შეთანხმებულია და ამერიკელების ხარდაჭერით ვაკეთებთ ამ ახალ ადმინისტრაციას ხოთ შეხედოთ ეკრანზე ფოტოს და გითხრათ ეს თქვენ გძანდებით ფოტოზე.
ეს თქვენ ხართ, დაბრძანდით. უნდა დავშლილიყავით, რა წვიმა დაიწყო და აღარ გვაცალეს დაშლა და შემოვარდეს და დავგვიწყეს სემათხება. ზოგი გავიქეცით იქეთ, ზოგი აქეთ მე პირველ საშუალო სკოლის გავიქეცით და დავიჭირეს იქო და ცემეს, ვინცემა ეს ჯერ სიმბნელეც იყო და მე კიდე პირველი თავში მომარცხეს რა. და სისხლი მომდიოდა ეს და მე შეგვიკვირეს ხელები და გადმოგვიყვანეს, გადმოგვათრიეს ასვარზე. სადაც ეს მანქანების ის ტრასა ქუჩაში რა და მე იქიდან წავიყვანეს სამართლოში. არა, ჯერ სამართლოში აქ თაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და იქ გარეთ შემოში მაშინ დავყარეს რა. ხელებს შეგრული და ეს. მე იქიდან მოვიდა მანქანები და სამართლოში წავიყვანეს. სამართლოში რო შევედი სისხლით იყო სულ სავსე ესა, თელი კალიდორი და ესა. მეცნაცემი იყო, ჩემზე მეტი ნაცემი სხვებიც იყო რა. რამდენმა კაცმა გირტყათ? დაახლოებით იქნებოდა 5 კაცი მაინც იქნებოდა. ხელკეტებით გირტყავდნენ? ხელებით და მანამდეც კიდევ სანამ შევკრავდნენ მანამდეც ესა დუბიგი ეგრეთ წოდება. მე ხელებით და მე დამაგდეს ხელები მე ვთხარი ხელები მაინც ამიშიტვა კი. რამდენი გავწი, იმდენი მომიჭირა. ჭრილობა გქონდათ თავზე? თავზე სულ ისინი აქ ნათქვერი მქონდა. თავზე და სიახლეც მეტყობა ესა, რეზინის ისა რა. თელი ოჯახი მეზებდა ღამე, რობოქს ესა, ზოგი რუსთავაზე მეზებდა, ზოგი სამართლოში, ზოგი რა ვიცი. გადავჭით რა. მე კი არა თელ საქართველოს გადარჩა. თქვენ თქვით დაფუძნებელი ვარ 2000 რომელ წელს დაფუძნდა ქართული ოცნება გახსოვთ? 2012 წელს. ანუ პირველივე დღეებიდან შევერთდით მერე უკვე ამ მოძრაობას. მობილური ჯგუფში ვიყავი და ყველგან დავ. იბრძოდით ბოლომდე 1 ოქტომბერს. აჭარაში დავშევყავი. ბოლო გამარჯვებამდე გიბრძოლიეთ. კი ბატონო. პირადობა და ესე რაც ქონდა ჯგუფში სამოიხეს რა. პირადობა მანქანის მართვის მოწმობა და ესე ეს დამაგდეს იქა. ჯიბეცარელა იყო. აღარ დაგიბრუნეს? არა, არც ტელეფონი, არც არაფერი არა. ამ ფოტოების ავტორები, ფოტოგრაფები იმიტომ რომ თქვენი ფოტოც მათ შორის მათ გადააგზავნეს უცხოეთში და გავრცელდა საერთაშორისო პრესაში, ამის გამო ისინი მიცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში და სრულიად უდანაშაულო ფოტოგრაფები ძალიან მძიმე დღეში ამყოფეს და დღესაც ისინი ფსიქოლოგიური ტრამვის ქვეშ ცხოვრობენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო რომ დავადასტურეთ რომ ეს თქვენ ბრძანდებით. 2007 წლის 7 ნოემბერს მე ვიყავი ტელეიმედში, ემზადებოდით პოლიტიკური თოქ-შოუსთვის ღია ეთერი. მე ვიყავი პროდიუსერი ამ გადაცემის ერთ-ერთი და ვყავდა უამრავი სტუმარი, მოწვეული თუ არ ვცდები 29 სტუმარი და ნუ ვემზადებოდით გადაცემისთვის. მე პირადად ვიყავი მესამე სართულზე. იქ იყო ჩვენი ოთახი განლაგებული, განთავსებული. სხვათა შორის მახსოვს რომ მთელი დღის განმავლობაში იყო ეს ხმები რომ შეიძლება აქაც შემოვიდნენ მას მერე რაც რიყე დაარბიეს უფრო თითქოს რეალისტური გახდა ეს უბრალოდ სხვათა შორის ყოველი შემთხვევისთვის ავდექი და მანქანა გადავაყენე მოშორებით ტელევიზიიდან და შემდგომ დავბრუნდი მაგრამ ეს იყო რაღაც ავტომატურ რეჟიმზე ნამდვილად ვერ ვუშვებდით რეალურად თუ გაბედავდნენ და ტელევიზიასაც დაესხმებოდნენ თავს. ზუსტად 20 საათი და 40 წუთი იყო, ქრონიკა მიმდინარეობდა და დასასრულისკენ, როდესაც ეს შემოჭრა მოხდა. საშინელი ხმები ისმოდა, საშინელი მე ჩემი კოლეგებისგან ვიცი და მე კადრებშიც ვნახეთ რომ ეს არ იყო შემოსვლა, ეს არ იყო არც კი შემოჭრა, ეს იყო თავდასხმა. შემოჭრაც არ არის სიტყვა. შემოვიდნენ სპეცდანიშნულების რაზმის შემოვარდა აგრესიაც არ ქვია მას აი ტერორისტები რო უნდა აიყვანო და ტერორისტები რო უნდა გაანადგურო აი რაღაც აი ამ განწყობით ლეწავდნენ ყველაფერს გზაზე აბსოლუტურად ყველაფერს აპარატურასაც კი გზაზე შეხვდებოდათ ჩვენი კოლეგები პირველ სართულზე ყველანი დააწვინეს ხელებით წინ იატაკზე პირდაპირ
შეანგრიეს საეთერო სკარები, მოკლედ მიზანი იყო სასტრაფოდ ტელევიზიის გათიშვა მაუწყებლობის. და ნუ აი ამას ეძებდნენ საიდან და ამიტომ ყველაფერს ლეწავდნენ. ეს იყო მიზანი. აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ნუ რაც არ უნდა კანონიერი ყოფილიყო ეს შემოსვლა მათი მხრიდან კანონიერად გაფორმებული, ეს არ იყო როგორც აღნიშნეს შემოსვლა და შემოჭრა, ეს იყო თავდასხმა. მაგრამ უნდა აღნიშნო, რომ არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვსვლია, რის საფუძველზე იყო ასეთი აქტი. ეს მხოლოდ მოხდა შემდგომ დღეს, როდესაც მაშინდელმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ მიმართა სასამართლოს, რომ დაყადაღებულიყო ტელეიმედის ქონება. ოღონდ წინა დღეს დარბეულები ვიყავით. საღამოს, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, გვიან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ანუ არავითარი კანონიერი რაღაცა, ან უკანონო რაღაცა იურიდიული დოკუმენტი არ არსებობდა ამ დროს, როდესაც ეს ხდებოდა ტელეიმედში. ჩვენ ვიყავით მესამე სართულზე, ამოვარდნენ მობილური ტელეფონები ეგრევე დაგვაყრევინეს ძირს. გითხრეს რომ კედელთან დამდგარიყავით და არ გამძრეულიყავით. ეს ახლა მოყოლით, ხო? ძალიან ისეთი სუბუქი სურათი შეიძლება იყოს. მით უმეტეს რასაც თქვენ აქ ისმენთ დღეების და განმავლობაში წარმოუდგენელ ისტორიებს. აქ იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური თუ არა ფიზიკური განადგურების შიშის ჩანერგვა, რომ შენ რო ჟურნალისტი გონია თავი, შენ რო ბოდიში ამ სიტყვისთვის ტლიკინებ პირდაპირ ეთერში და ასე შემდეგ. არავინ არ ხარ ჩემს პირობებში. გაგანადგურებ დღესვე ფიზიკურადაც თუ კი დამჭირდა. აი ამის განცდის განცდა იყო დაეტოვებინათ ეს განცდა ჩვენში მთელი ამ ძალადობრივი კამპანიის. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად უფლება აყრილები. ერთმანეთთან საუბრის ფაქტიურად უფლებაც არ გქონდა, იმიტომ რომ ჩვენ შორის იდგნენ ნიღბიანი ადამიანები. მე დააღნიშნო, რომ იმედი გაივსო აბსოლუტურად გაუგება, აი ყველანაირი ჯურის ადამიანით ყველას ნიღბები ეკეთა. ეს არ იყო მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმი. აქ იყვნენ სამხედრო ფორმიანებიც, ჯისიანებიც, მოკლედ სოდიკუდი, არ ვიცი, ყველა თანამდებობის თუ რაღაც რანგის ადამიანი იყო შემოსული. ეს გაგრძელდა რამდენიმე ხანს, შემდეგ დაგვამწკრივეს. აი გინახიათ ხო ფაშისტური გერმანიის რეჟიმში რაღაც წკრივად კონცლაგერებში ეს რომ დააყენებენ. დაგვამწკრივეს, ეს იყო კაცად გაკონტროლებული, რომ ამ წკრივს არ უნდა გავცდენოდით. ჩამოგვიყვანეს კიბეებიდან, იქ რაღაც გარკვეული დრო ქვემოთ ვიყავით, არ ვიცოდით რა გველოდა, არ ვიცოდით სად როგორ და გამოგვიშვეს ლიუბლიანას ქუჩიდან. მანამდე ჩაკეტილი იყო იმედი. დავინახეთ იმედის დაცვის თანამშრომლები წილზე მოთ შიშვლები როგორ ეყარნენ მიწაზე. აქ პირველ სართულზე თანამშრომლებს იარაღსაც უმიზნებდნენ, ყუმბარტყორცნებიც ეკეთათ სამხედრო ფორმიანებს. და ლიუბლიანას ქუჩაზე რომ გამოვედით, აქ დაიწყო ყველაფერი ჩვენთვის პირადად, იმიტომ რომ ძალიან მემცნაურა უკვე ვნელდებოდა და საოცრად ჩახერგილი იყო ეს ქუჩა სასტრაფოს მანქანებით, უამრავი სასტრაფოს მანქანა იყო და ფიქრობდი რომ რა საჭიროა ეს მანქანები თითქოს და ფიზიკურად გადავრჩით. დავიძარით ტყეპარკისკენ დიღმის და ერთად მივდივართ ამ გუნდის წევრ გადაცემის წამყვანები, პროდიუსერები ასევე რამდენიმე ადამიანი, ნუ ბევრი ვიყავით. და უცბად რაღაც 200 მეტრი რო გავიარეთ, აი ესე აპრიალ და ანათთა ციმციმები და დაიწყეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, ნუ რაღაც რობოტებმა ეს ფარებზე ხელჯოხები, ხელკეტების რახუნი და დაიძრნენ ჩვენსკენ. მოკლედ გდიეს, დაიწყო დარბევა. ნუ ვინსად ეს ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, ვინსად გავრბოდით, მაშინ ხო ხდებით, განცდა იყო, რომ ეს რობოტი მოდის და თავში გირტყავს და ცხოვრება მთავრდება. შემდეგ დავინახეთ ჩემი მეუღლე და ინგა გრიგოლია, რომლებიც ინგას ფილტვის ოპერაცია ქონდა და ვერც უთქავდა და ირაკლი ინგას მიათრევდა, ასე ვთქვათ და გაიქცნენ ტყეებისკენ, ტყისკენ. და სოფლ მოდი აქეთო დამიძახა და ნუ მეც წავედი.
ამასობაში ბევრი ერთმანეთს დავშორდით ვისაც გარბოდა და ამ ტყეებისკენ რამდენიმე ადამიანი გავიქეცით. ესენი გამოგვეკიდნენ ამ ტყეებში. რამდენიმე ტყვია ირაკლის მოხდა სამსადენი გაზი არ ვიცი რა ვისუნთქეთ. აი ესე დავარდნით, ადგომით რაღაცნაირად კორპუსი დავინახეთ და ამ კორპუსის მაცხოვრებლებმა შეგვიფარეს, მიგვათრიეს, აგვიყვანეს და ჩავკეტეს ოჯახებში. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე იმ ცვლილებებზე მსჯელობენ, რომლის გათვალისწინებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება ამ სამსახურის ფუნქციები პროკურატურაში გადადის. სწორედ მთავარი პროკურატურა გამოიძიებს სამოხელეო დანაშაულს, კერძოდ სისხლის სამართლის იმ საქმეებს, სადაც სამართალდამცავები ფიგურირებენ. ქართული ოცნება ცვლილებების მომზადების მიზეზად კონსტიტუციურ წყობას ასახელებს და პოლიტიკურ კონტექსტს კატეგორიულად გამორიცხავს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები, შესაბამისად ის დანაშაულები, რომელთა გამოძიებაზეც უფლებამოსილა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, გადაეცემა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, ზუსტად ამით კიდევ ერთხელ გაქარწყდება ის ბუნდოვანება, რომელიც ახლა არსებობს ამ სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით, რაც მთავარია, აღებული ვალდებულება, რომ დამოუკიდებელმა ორგანომ გამოიძიოს შესაბამისი დანაშაულები, ეს კიდევ უფრო გამყარებული იქნება. წარსულშიც საპროცესო დამხედველობას აქამდე ახორციელებდა საქართველოს პროკურატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მე წარმართულ საქმეებზე, შესაბამისად ეხლა კიდევ უფრო მეტად ეფექტური იქნება. შიდა ქართლში საკუბისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შეტყობინების საფუძველზე არაგეგმიური ინსპექტირება განახორციელეს ქარელში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ახალი ხორცი, სადაც მოქალაქემ, რომელსაც შემდგომ ბოტულიზმი დაუდგინდა, შებოლილი ლორი შეიძინა. ხორცის სარეალიზაციო ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, ბიზნეს ოპერატორი დაჯერიმდა ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა შებოლილი ლორის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორთან ხაშურში, საწარმოში გამოვლინდა არაერთი დარღვევა, მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნეს ოპერატორი დაჯერიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. დადგინდა, რომ მეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციას და აღიარების გარეშე დარღვეული იყო მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საწარმოში არ იყო დანერგილი ჰასპის სისტემა. ერთ-ერთმა მოქალაქემ ქარელში ხორცის სარეალიზაციო ობიექტში შეიძინა შებოლილი ხორცი, რის შემდეგაც დაეწყო თავის ტკივილები, ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი ტკივილები დაეწყო და მიმართა ქარელის საავადმყოფოს. იქიდან გადაიყვანეს პაციენტი თბილისში. ჩვენ ამ შეტყობინების საფუძველზე პისიერად მოვახდინეთ რეაგირება. აღნიშნული მისამართზე, სადაც იყო მითითებული მოქალაქის მიერ, იყო ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, შებოლილი ღორის ხორცი, რომელსაც მოქალაქე ასახელებდა. იმ პერიოდში, როცა ჩვენ მივედით არაგეგმიურ ინსპექტირებაზე, უკვე იყო ვადაგასული და დაილუქა ეს პროდუქცია. შესაბამისად ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა ვადაგასულის პროდუქციის რეალიზაციისთვის, მაგრამ ეტიკეტზე მითითებული იყო მწარმოებელი სხვა პიროვნება, რომლის ვინაობაც იყო ხაშურში. ძალიან ცუდი პროცესი დაგვხდა. ბიზნეს ოპერატორი არ აწარმოებდა არც ადეზინფექციებს, არც რეცხვა დეზინფექციას, კოლდესატის დაგროვება იყო. შესაბამისად ეკონომიკური საქმიანობა არ ჰქონდა ბიზნეს ოპერატორს, რის გამოც საწარმოო პროცესი შეუჩერეთ, დავაჯარიმეთ 1000 ლარით და მივეცით მითითებები, სანამ კრიტიკულ შეუსაბამობას არ გამოასწორებს. აქვს მითითების საფუძველზე, როცა გამოასწორებს, აღუდგენს საწარმოო პროცესს, თუ კი ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. პირველ კლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეიდან დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.ms/g, სადაც ბავშვების რეგისტრაციას მხოლოდ მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის მიღება 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარმოუდგენობის შემთხვევაში კი რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. გორის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.
22-ში იწყება საყოველთაო რეგისტრაცია, ამასთან დაკავშირებით მთელი ინფორმაცია უკვე გავრცელებულია სოციალურ ქსელში და ამიტომ მინდა რომ ყველა მშობელი ყურადღებით იყოს, რათა მათი შვილები არ დარჩნენ სკოლის მიღება, იმ სასურველი სკოლის მიღება, რომელშიც მათ უნდათ რომ თავის შვილები მიიყვანონ. ასე რომ წარმატებებს უსურვებ ყველა პირველ კლასელს საყოველთაო რეგისტრაცია, ეს ხდება რეგისტრაციონ MSG-ზე, რომელიც ხელმისაწვდომიანების მიერ და ეს უკვე თვითონ უშუალოდ მშობელმა უნდა მოახდინოს თავის შვილის რეგისტრაცია. აქ უკვე სხვა ვერავინ დაეხმარება და ამიტომ ვთხოვ ყველას რომ ყურადღებით იყვნენ. რაც შეეხება დოკუმენტაციას, რაც უნდა წარადგინონ, აქ ბევრი არაფერი ისეთი არ არის. აქ აუცილებელია და საჭირო არის ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის პირადობის მოსმობები. ოღონდ საბუთები უკვე წარედგინება რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ, როდესაც დამთავრდება. ასე რომ ეს საჩქარო არ არის. მთავარია მოასწრონ სასულიერო სკოლაში ბავშვების რეგისტრაცია. როდის დასრულდება პროცესი? პროცესი დასრულდება 17 ივნისს, მაგრამ შემდგომი ეტაპიც იქნება, თუ რომელიმე ვერ მოასწრო თავის შვილის დარეგისტრირება, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ სკოლაში, სადაც უკვე ვაკანსია იქნება და ადგილი იქნება პირველ კლასელისთვის, იქ მოახდინოს თავის შვილის რეგისტრაცია. შიდა ქართლის ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მოქალაქეებს მოუწოდებს არ მოხსნან მიუსაფარ ძაღლებს ყურსაკიდებისა და ცხოველების აცრის და ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია ატვირთული. ბექა გიუნაშვილი ამბობს, რომ თვითნებურად ეგრეთ წოდებული საყურის მოხსნა სააგენტოს მუშაობას ართულებს, ამასთან მოქალაქეებისთვის რთულად ამოსაცნობია, არის თუ არა იგი ცოფზე აცრელი და არის თუ არა ცხოველი უსაფრთხო. ბექა გიუნაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ცხოველს რაიმე ტიპის დაზიანება ექნება, ყურზე უნდა დაარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. არაერთი ფაქტი მოხდა და ამაზე სააგენტომაც ოფიციალური განმარტება გააკეთა. მოქალაქეების ნაწილი, საკმაოდ მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც არსებობენ, რომლებიც თვითნებურად ქუჩაში მცხოვრებ, ანუ ქუჩის ცხოველებს უკვე გასტერებულ, ვაქცინირებულ და ეგრეთ წოდებული ბირკის მქონე ცხოველებს თვითნებურად ხსნიან ყურის საჭდეს და მე მაქსიმალურად ვთხოვ, ყველას მოუწოდებ ყურის ბირკა, ეგრეთ წოდებული ბირკა და საჭდი ნიშნავს, რომ ცხოველი არის გასტერილებული, ვაქცინირებული და არის უსაფრთხო. აქედან გამომდინარე, შემოვლის დროს, გამოძახების დროს ისევ ჩვენთან ამყოფი ცხოველი, ისედაც, როდესაც დამჭერი დაიჭერს, სააგენტოში გადმოყავს, მანქანაში სვავს, შემდგომში ვოლიერში ხდება მისი განთავსება, ცხოველი ისედაც ისტრესება იმ რამდენიმე დღის გამო და გთხოვთ მსგავსი ფაქტები რო არ მოხდეს, თვითნებურად თუ არ მოხდა მაგალითად ყურის დაზიანება იშვიათ შემთხვევაში ხდება, თუ აი მაგალითად უბანში მიმკედლებელს ყავს ცხოველი, რომელსაც უვლის და შეამჩნია რომ ყური ან ჩაუჩირკდა ან რაღაცა პრობლემა აქვს, მოგმართოს ცხელ ხაზზე სააგენტოს ცხელ ხაზზე, გადმოვიყვანთ, დაამუშავებენ ვეტერინარები, შეამოწმებენ ბოლო ვაქცინაცია როდის მოხდა, ხელახალ რევაქცინაციას ჩაუტარებენ და ისევ დააბრუნებენ და ზუსტად სააგენტოს ეფექტიანი მუშაობაც იქიდან გამომდინარე იქნება, რაც მეტი დაბირკული, ეგრეთ წოდებული დაბირკული და საჭდიანი ცხოველი იქნება, ეს ნიშნავს, რომ სააგენტო მუშაობს. მოქალაქისთვისაც რა არის, ხო სიტყვაზე რო ხედავს, რო არის გასტერილებული ცხოველი, რითი უნდა მიხვდეს, რო აცრილია, ხო? როდესაც ყურის ბირკა აქვს. ამიტომ გთხოვთ, რომ ესე თვითნებურად თავი შევიკავოთ. შიდა ქართლში ახალ რეაბილიტირებული სკოლები ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორებთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის ახლად რეაბილიტირებულ სკოლებში იმყოფებოდა. სტუმრებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს სკოლების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა ორივე სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარით და ტექნიკით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ქიმიის კაბინეტი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი სკოლების სრულიად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სახანძრო სიგნალიზაციის გათბობის ახალი სისტემებით. ქვენატკოცის საჯარო სკოლა 500 მოსწავლეზე, ოსიაურის საჯარო სკოლა კი 300 მოსწავლეზეა გათვლილი. ეს მოვინახულეთ ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურის და ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცას საჯარო სკოლები.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა ორივე საჯარო სკოლას. სკოლები აღჭურვილი არის უახლესი ტექნიკით და თანამედროვე ავეჯით. სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად განვითარდა, 1000-ზე მეტი მოსწავლე დღეიდან განახლებულ გარემოში გააგრძელებს სწავლა-განათლებას. სკოლებში განვითარებული არის როგორც სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება ლაბორატორიები. ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის დაკავებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ზურას სიმამაცე, გამბედაობა, პრინციპულობა, უკომპრომისობა და თავგანწირვა ნამდვილად უნდა გახდეს მაგალითი და გახდება კიდეც დარწმუნებული ვარ თითოეული ჩვენგანისთვის. გარდა მორალური მაგალითისა, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ უკიდურესმა უსამართლობამ ასევე მისცეს ბიძგი კონკრეტულ მოქმედებას და გახდეს კონკრეტული მოქმედების საფუძველი და ჩემი აზრით ერთადერთი სწორი მოქმედება დღეს ასეთი უსამართლობის პირისპირ არის ოპოზიციის გაერთიანება. გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ზურაბ ჯაფარიძის გააზრებული, სხვათაშორის ზურაბ ჯაფარიძე იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული პოლიტიკოსი, რომელიც თავიდანვე იცოდა რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა და რა შეიძლება ამას მოყოლებოდა. ეს არის მისი არჩევანი, როგორც ჩანს ის თulis რომ ციხიდან, საპატიმროდან ის უფრო ეფექტური იქნება, ამასაც აქვს თავისი ასე ვთქვათ ახსნა, თუმცა სხვა პოლიტიკოსები, ვინც ამ შემთხვევაში გადაიხადა გირაო, როგორც ჩანს ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფლებაზე ხალხთან ერთად გაცილებით ეფექტურები იქნებიან, აი სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. Armudიან საგამოძიებო კომისიის ხომაზე არ შეუძლიათ პასუხების გაცემა, არაფერი არ აქვს სათქმული და ამავდროულად ისინი არ იხდიან გირაოს და იმ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შემდეგ თავისავე ტელევიზიებში მოახერხონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა გქონდეთ, რომ თითქოს ისინი არიან მეწამულები, ამ ადამიანებს უნდათ, რომ პოლიტიკით იყოს გაჯერებული სასამართლო და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილებები პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არაფრად არ დაგიდებენ კანონს. ამავდროულად კიდევ ერთი მცდელობა არის ეს მათი მხრიდან, რომ ჩამოშალონ ინსტიტუტები. არალეგიტიმური პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის პირდაპირ მოთხოვნების დარღვევით ხდება კომისიის შექმნა, სადაც მოთხოვნა არის, რომ ოპოზიცია უნდა გვყავდეს ამ კომისიაში, მაგრამ ფიზიკურად არ არსებობს ესეთი ოპოზიცია პარლამენტში, ესეთი კომისია შეიქმნა, ხდება ადამიანების დაბარება და შემდგომ ხელოვნურად სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მათ მიმართ. სისხლის სამართლებრივი დევნის იმ ფონზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ცალკე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ადგენს იგივე ქმედებისთვის, მაგრამ რატომღაც პროკურატურას გადაწყვეტილი აქვს გამოიყენოს ყველაზე ამ შემთხვევაში მკაცრი მიდგომები.